მარტივად შეგვიძლია დავთვალოთ, ხო? ყველაზე მეტი მოედანზე არის პასი. უნდა ვივარჯიშოთ შესაბამისი რაოდენობით პასი. შემდეგი არის ორთაბრძოლა. თუ პირდაპირ ავიღებთ, შეიძლება ორთაბრძოლა უფრო მეტი იყოს, დაცვა შეტევიდან ორივე გუნდიდან თუ დავთვლით, მაგრამ ერთი გუნდიდან თუ დავთვლით, ჯერ არის პასი, შემდეგი არის ორთაბრძოლები. ესე იგი, ამ ორი რაღაცისთვის ჩვენ სპეციალურად უნდა მოვემზადოთ, რომ გვინდოდეს უფრო კარგი და ხარისხიანი რაგბის თამაში. სამწუხაროდ ჩვენ 18 წლამდეში იმ ხალხშიც კი სანაკრებო ხალხი ავარჩიეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ჩემპიონატი და ჩვენი აზრით საუკეთესო მოთამაშეები და ჯერ კიდე თავისუფლად, ასე ვიტყვი, ორივე მხარეს პასს ვერ უშვებდნენ მოთამაშეები. ანუ მაგაზე მოგიწიათ მუშაობა. ძალიან ბევრი დრო დაუთმეთ ამას. დაკარგეთ, მოდი ვთქვათ. აი, ნახეთ, დაკარგულს არ ვეძახით. მე ვძახი, რომ დაუთმეთ. ამას ძალიან ბევრი დრო დაუთმეთ. ფაქტიურად ეს ვერტიკალი აეწყობა. კი. თქვენ ეტყვით, როგორი მოთამაშეები გინდათ, რა უნდა იცოდეს, მე იმიტომ ვთქვი, რომ დრო დაკარგეთ, მეთქი, იმიტომ დაწუნებული ბევრი ეს ამაზე რო არ დაგჭირებოდათ მუშაობა, უფრო შეიძლება კიდე უფრო აღთავანებულები ყოფილიყავით. კი, მაგას თვლიმე დაკარგულ დროთ, იმიტომ რომ ეს მანამდე უნდა იყოს. ხო,